მოგესალმებით, ჩვენო ძვირფასებო. ჩვენ განვაგრძობთ სულიერი დღიურების კითხვა ჩვენი საკვირაო სკოლის ბავშვებთან ერთად და აბა ნახოთ ერთად რა მოამზადეს ამ კვირისთვის ამ ბავშვებმა, რომელიც მინდა მამის ნაშრომი წაიკითხეს, რა მოეწონათ და რა მოიწერეს ჩვენთან მოსატანით. რა ვიცი. მე ვკითხულობ მამაპაისის მეხუთე ტომის ნებები და სათნოებები და მე მომეწონა ეს გამონათქვამი. საკუთარი თავის წარმატება იქ არის, სადაც ყველაზე თავდაპირველად მოიქცევი. ამ გამონათქვამის მთავარი აზრი არის ის, რომ სიმდაბლის მოხოჭა არის საკმაოდ ძნელი და დიდ ენერგიას მოითხოვს ადამიანის გარედან. ამ დროს ადამიანს ებრძვის სხვადასხვა საცურის სახით ეშმაკი და ცდილობს რომ გადააფიქრებინოს ეს ყოველივე. და იმის გამო რომ თავდაბლობა მოიხოჭოს ადამიანმა მრავალი რაღაცის დაკარგვაც კი უწევს. მე ვკითხულობ მამაპაისის მეორე ტომს. თუ რაღაცას იმ მიზნით ვაკეთებთ, რომ ადამიანებს მოვაწონოთ თავი, ეს არანაირ სარგებლობას არ მოგვიტანს. დიდი ყურადღებაა საჭირო, უნდა ვიცოდეთ რა მოსდევს ჩვენ ქმედებებს. მე ვკითხულობ წმინდა ეგნატე ბრიენჩანინოვის ასკეტური გამოცდილება და სწავლებანი. და ამ კვირაში ყველაზე მეტად მომეწონა ესეთი გამონათქვამი. მორჩილება, თავგაწირო და სიმდაბლე ეს ის სათნოებებია, რომლებზეც დამყარებულია ლოცვაში წარმატება. ადამიანი როდესაც ლოცულობს, ლოცვის ყოველი სიტყვა უნდა წარმოთქვას სინანულით, სიმდაბლით და მორჩილებით და უნდა წარმოიდგინოს და უნდა იმაზე იფიქროს, რომ იგი ქვეყნიერების შემოქმედის წინაშე დგას და მის წინაშე ლოცულობს. მხოლოდ ასე მიაღწევს იგი ლოცვაში წარმატებას და მხოლოდ ასე შეიწირება მისი ლოცვა. მე ვკითხულობ ბერიოსე ბატობედელის ლოცვის მისტაგოგიას და ამ კვირაში მომეწონა ეს გამონათქვამი. მორწმუნეებმა წირვას მსმენელებით და მაყურებლებით კი არ უნდა ადევნონ თვალყური, არამედ მონაწილეობდნენ მასში. ამ დროს მათში საიდუმლო აღესრულება, ქრისტე გამოისახება მათ სულებში. ხშირად როდესაც ტაძარში მოვდივართ, პირადად მე გონება მეფანტება და ლოცვის სიტყვებს ყურადღებას ვერ ვაქცევ. არადა პირიქით უნდა ვიყოთ და უნდა მონაწილეობდეთ და ჩართული უნდა ვიყოთ წირვაში. მე ვკითხულობ მამაპაისის მეოთხე ტომს და ყველაზე მეტად მომეწონა მამაპაისის სიტყვები სიყვარული მოთმინებით იწყება. მამაპაისი ამ სიტყვებით გვეუბნება, რომ თუკი ჩვენ მოყვას ვერ მოუთმენთ თავის აქციას და არ ვაპატიებთ მას, ასე იგი ის არ გვიყვარს. მე მოციქული პავლეც ამბობს, ურთიერთთა სიმძიმე იტვირთე და ესწრეთ აღასრულოთ იძული იგი ქრისტეს. კი ბატონო, ჯერ უნდა მოთმინებით უნდა დაიწყო. აი პატარაობაში ასეთი რაღაც წამიკითხავს ერთხელ და იმის მერე თავიდან არ ამოვიდეს. წმინდა ამბროსი ოპტინელის სიტყვები იყო. თუ გინდა რომ სიყვარული შეიძინო, მოიხვეჭო. აკეთე სიყვარულის საქმე თავიდან თუნდაც სიყვარულის გარეშე. ანუ რას ნიშნავს? აი გინდა რომ ადამიანი გიყვარდეს, შეიყვარო და ისე მოეკეც იმას, როგორც სიყვარულის შემთხვევაში მოექცევ, ისე დაეხმარე, ისე აპატიე, ისე გაუმართე ხელი, ხო, აი რომ გიყვარდეს ხომ გააკეთებ, მაგრამ სანამ გიყვარს, უნდა თავს ძალა დაატანო და მოითმინო და აკეთო ის, როგორც სიყვარულის შემთხვევაში გააკეთებდი და ღმერთი მოგანიჭებს მერე ისეთ გულს, რომელიც უკვე ძალდატანებით კი არა, მართლაც სიყვარულით გაგაკეთებინებს. მე ვკითხულობ მამაპაისის პირველ ტომს ტკივილითა და სიყვარული თანამედროვე ადამიანის შესახებ. ამ კვირაში მომეწონა ერთ-ერთი გამონათქვამი. თქვენი შინაგანი პოტენციალი შესწირეთ არა გარეგნულ შემოქმედებას, არამედ სულის გარდაქმნის ხელოვნებას. სილამაზის სიყვარული სულიერი ღვაწლის სასარგებლოდ გამოიყენეთ. ამის შემდეგ თქვენ გაიხარებთ თქვენი პატარა საკუთარი სულიერი სასახლის მშვენიერებით. ეს გამონათქვამი გულისხმობს, რომ თანამედროვე ადამიანი არ ფიქრობს სულიერ სილამაზეზე. ის უკვე ფიქრობს გარეგნულ სილამაზეზე. ამის გამო მას აქვს სულიერი შფოთვა და სულიერ სიმშვიდეს ვერ პოულობს. მე ვკითხულობ იოსებ ვარტოპედელის ცხოვრებას და წმინდა მამა ესე დარიგებას გვაძლევს. ჩემი პირადი გამოცდილებით ვამბობ, თუ რაოდენ ძვირფასი არის ჯანმრთელობა. ამ დროს ჩემს სულიერ მოვალეობასაც ვასრულებ და სხვასაც ვეხმარები, ხოლო როდესაც რაღაც მტკივა, ვერც ერთს ვაკეთე და ვერც მეორეს, პირიქით სხვისი მოვასწავლელი ვხდები. ჩვენი ჯანმრთელობა ჩვენი იარაღია, თუ იარაღი გაფუჭდება, მაშინ ტყვედ ჩავარდებით. გავუფრთხილდით ჯანმრთელობას. აქ არ არის საუბარი იმ ჯანმრთელობაზე, რომელიც ადამიანის
უნებლიეთ შეიძლება დაეკარგოს. არამედ იმ ჯანმრთელობაზე, რომლის გაუარესება შეიძლება იყოს გამოწვეული ზედმეტი მარხვით, ზედმეტი თავდადებით. რა თქმა უნდა, წმინდა მამები დიდ თავდადებას ძლევდნენ, მაგრამ როგორც ბალახი და რკინა განსხვავდება ერთმანეთისგან, ასე განსხვავდება ორი ადამიანის სხეული და ჯანმრთელობა ერთმანეთისგან. ამიტომაც ჩვენ არ უნდა ვიტვირთოთ ზედმეტი და გავუფრთხილდეთ ჩვენ ჯანმრთელობას. მე ვკითხულობ მამა პაისის მეოთხე ტომს ოჯახური ცხოვრება. ამ კვირაში კი ჩემი საყვარელი გამონათქვამი იყო, რომ მან დაითმინა სრულიად იგი ცხონდეს. ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ ძალიან ბევრ განსაცდელს ხვდებით და ეს ყველაფერი ისევ ჩვენი ცოდვებისგან არის გამოწვეული. ამიტომ ქრისტიანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისება არის მოთმინება. და თუ ქრისტიანს ეს თვისება არ გააჩნია, შესაბამისად მუდამ შფოთვაში იცხოვრებს და ვერასოდეს მიაღწევს სიმშვიდეს. მე ვკითხულობ საქართველოს იმედის მე-14 ტომს და ამ კვირაში წაკითხულებიდან ყველაზე მეტად მომეწონა ეს ამბავი. გადმოცემის თანახმად, ბიზანტიის იმპერატორ თეოდოსის ასული პლაკიდია რომიდან კონსტანტინოპოლში ბრუნდებოდა. მან გადაწყვიტა ათონის თაზე მისვლა და როცა ათონის თაზე მივიდა, მან მოისურვა ვატოპეტის მონასტრის მონახულება. და როცა ის მივიდა, კედლის ნიშში ჩაბრძანებული ღვთისმშობლის ხატიდან მოესმა ხმა, რომელიც ამბობდა, რომ წასულიყო ათონის თიდან, რადგან არ სტუნებულიყვნენ ბერები. ამის შემდეგ ქალი აღარ მისვლა ათონის თაზე და აღარ შეიძლება მისვლა. ეს ტრადიციის დასაბამი რაც საიდანაც დაიწყო. სხვათა შორის ერთი ესეთი შემთხვევა იყო. ბულგარეთის თუ რომელიღაცა დედოფალი მარო იყო ესეთი. და მიდიოდა ათონის თაზე და უნდოდა რომ ხატი შეეწირა ერთ-ერთი მონასტრისთვის, თუ არ ვცდები ათანასე დიდის ლავრაში მიაბრძანებდა, არ მახსოვს რომელ მონასტრში და ხო იცოდა რომ არ შეიძლებოდა რომ მანდილოსანი გადასულიყო ხმელეთზე იქ ათონის თაზე, გემით კი ათვალიერებენ ხოლ მანდილოსნები, მაგრამ მაინც გადაწყვიტა რომ თვითონ მიებრძანებინა ეს ხატი და როდესაც დადგა ფეხი ნახევარკუნძულზე ქალკიდიკი სადაც არის ათონისთან, ყველაწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უთხრა რომ ვინახარო შენოდა. მეო დედოფალი მარო ვარო. უთქვამსთან. ღვთისმშობელს უთქვამს დედოფალი აქ მე ვარო. შენ რომ მიხვდა რომ დაბრუნებულიყო უკან და არ ღირდა იმის გაკეთება, რაც არავის არ გაუკეთებია. საინტერესოა. მე ვკითხულობ მამა პაისი ათონელის პირველ ტომს ტკივილთა და სიყვარულითა ნამედროვე ადამიანის შესახებ და ამ წიგნში ამოვიკითხე ერთი ასეთი ფრაზა. ჯობია დავიხრჩო, ვიდრე შევცოდო. ანუ სხეულის სიკვდილი დროებითია, მაგრამ სულის სიკვდილი ცოდით არ არის დროებითი და ამიტომ ჯობია ადამიანმა ყველანაირად ეცადოს, რომ თავი აარიდოს, ცოდოს და ყველაფერი გააკეთოს იმის გამო, რომ ცოდვაში არ ჩავარდეს. მე ვკითხულობ მამა პაისი მთაწმინდელის წიგნს პირველ ტომს და წავიკითხე ასეთი რამ. უმადურობა და გაუმაზღვრობა დიდი ბოროტება. ადამიანი, რომელიც მატერიალურსაა დამონებული, ის ყოველთვის ღელვარებს და სულიერ შფოთს განიცდის. დღესდღეობით ადამიანები მხოლოდ მატერიალურისკენ არიან მიდრეკილები და ისინი სულ მღელვარებენ. და იმისათვის, რომ ადამიანმა სულიერი სიმშვიდე მოიპოვოს, ის მადლიერი უნდა იყოს ღვთის და კმაყოფილ იმით, რაც აქვს. მე ვკითხულობ მამა პაისის მეოთხე ტომს ოჯახურ ცხოვრებაზე და მე მომეწონა ამ კვირაში წაკითხულთაგან ეს ამონარიდი. იქ სადაც ადამიანურ ცოდნა არ არის საკმარისი, არსებობს ღმერთი, რომელსაც სასწაულების აღსრულება შეუძლია. მე ვკითხულობ მამა პაისი ათონელის მეექვსე ტომს და ამ კვირის საკითხაობიდან რატომღაც მომეწონა ეს გამოთქვა. მართლმადიდებლთან როგორც ხორცელი, ისევე სულიერი ძმა გვაკავშირებს. მამა პაისი ათონელს კითხეს ლოცვის საჭიროებასთან დაკავშირებით და მამა პაისი ათონელმა გასცა პასუხი ამ ყველაფერთან დაკავშირებით. მე ერთ-ერთმა მოტავემ კითხა რომ აქ რომ ომი დასრულდეს, დაიწყო და დასრულდეს და სხვაგან დაიწყო, ჩვენ და გავაგრძელოთ თუ არა ლოცვა. მამა პაისი ათონელმა უთხრა რომ ეს და ის ადგილი რამ გაყო ერთმანეთისგან, ჩვენ ყველა ადამიანის შთამომავლები ვართო. ჩვენ ყველა უფლისგან ვართ მოვლენილი, ყველა მართლმადიდებელი ადამიანი ჩვენი სულიერი და ხორცელი ძმა, ხოლო სხვა რელიგიის სხვა რელიგიის მქონე ადამიანი მარტო ჩვენი ხორცელი ძმა არისო. და ამიტომაც არ უნდა ვაცნაუროთ ჩვენი სულიერი ძმებისთვის და გადავარჩინოთ მათი სულები ჩვენი ლოცვით. კარგით, მადლობას გიხდით ჩემო მეგობრებო ამ საუბრისთვის და
სანამ დავამშვიდობებით მაყურებელს, მეც ვიტყვი წმინდა პაისი ათონელის სიტყვებს, რომელიც მესამე ნაწილში ამოვიკითხე. ასეთ რამეს ამბობს, რომ მემარჯვენე და მემარცხენე ზრახვებზე საუბრობს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია საერთოდ ადამიანის ცხოვრებაში. აი გული რო არ დაგიმძიმდეს, ვიღაცაზე ცუდად რო არ იფიქრო და აი სწორად რო შეხედო მოვლენებს, ასეთ რამეს ამბობს. ერთი კეთილი ზრახვა თავისი მნიშვნელობით მრავალ საათიან ღამის თევის ლოცვას უტოლდება. წარმოიდგინეთ, ერთი კეთილი ზრახვა რა არის? ახლა მაგალითად ნუცამ იმიტომ კი არ შემოხედა ესე დაღუღერილმა, რომ მე რამე დაუშავე. ვინ იცის იქნებ რაღაცა განსასწრელია, გესმის, ანუ ჩემი მიმართ კი არ არის ცუდი განწყობილი. იქნებ უბრალოდ ესე მოხდა და იმას უწის აქეთ რაღაცა. მე კი არ უნდა დავიბოღმო, როგორ ცუდად შემოვხედა. ან დავუშვათ ვიღაცამ რაღაც თქვა ჩემზე. იმიტომ კი არ თქვა, რომ ცუდი განწყობა ჰქონდა და ასე შემდეგ და მოყავს მაგალითი, ესე იგი ერთი ბავშვის მაგალითი მოყავს, რომელმაც სიგარეტის კოლოფი ნახა მამაპაისის კელის ფანჯარაზე თუ სამლოცველოში ნახა მოკლედ და ეუბნეოდა, რომ აი მამაპაისი ეწევა სიგარეტსა და ეს კიდე თავისი მხრიდან ამას მოყავს არგუმენტები, რომ შეუძლებელია, რომ მამაპაისი ეწეოდეს, არა და იმის სამლოცველოში ნახა ეს თურმე რა ყოფილა. ერთ-ერთი ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც თუ არა ვცდები შვილი ყავდა ალბათ, გადაწყვიტა, რომ გაენებებინა სიგარეტისთვის თავი იმის გამო, რომ დავუშვათ რა შვილს სიკეთე ჰქონოდა და იქვე დაუტოვია სამლოცველოში. მამაპაისს მოურჩია, რომ დაენებებინა და ამას იქვე დაუტოვია. ახლა უცხო ადამიანი რო შედის, ხო ფიქრობს, რომ რა უნდა სიგარეტს. ის ხო არ იცის ეს წინა ისტორია. და ადვილად შეიძლება დაიჯეროს, მაგრამ ეს ბავშვი იმდენად სუფთა იყო შიგნიდან და კეთილი ზრახვები ჰქონდა. რაც არ უნდა გეთქვა მისთვის, რა? ყველაფერს თავისი კეთილი ზრახვებით კარგად დაინახავდა და ეგრო აქ ადამიანს. მაშინ ეს ადამიანი არის მშვიდად. და სხვა შემთხვევაში თუ მემარცხენე ზრახვებს აყვები, ვიღაცაზე ეჭვი გაგიცდება, ვიღაცაზე დაიბოღმები, იმაზე გაბრაზდები. იმის გეგონება, რომ შენზე ცუდი რამე თქვა, ცუდად იფიქრა და ასე შემდეგ. არ უნდა დაუჯერო. მაგ ეჭვებს და მემარცხენე ზრახვებს არ უნდა დაუჯერო. მადლობთ ყველას ყურადღებისათვის და ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ.